მოგესალმებით მეგობრებო, ამჯერად ვისაუბროთ ბოწვრების მოვლა გამოზრდასთან დაკავშირებულ ძირითად წესებზე, რომელიც უნდა დავიცვათ. ბოწვერი ერთ-ერთი ყველაზე სპეციფიკური და საინტერესო ფიზიოლოგიის მქონე ცხოველია. მისი ბუნება, ჯანმრთელობა და იმუნიტეტი მჭიდრო კავშირშია მის ევოლუციურ როლთან. ის მსხვერპლი ცხოველია, რაც განაპირობებს მის ყველა ბიოლოგიურ თავისებურებას, სოციალური, თუმცა უკიდურესად ფრთხილი არსებაა. სტრესი ბოწვრისთვის მხოლოდ ემოცია არაა, ეს ფიზიოლოგიური პროცესია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მუშაობის გაჩერება. ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ ისინი მშვიდ გარემო პირობებში გვყავდეს. სტრესი ერთ-ერთი ფაქტორია ბოწვრის ჯანმრთელობის გაუარესებისა. საჭმლის მომნელებელი სისტემა ეს მათი აკილევსის ქუსლია. ბოწვერი არის უკანა ნაწლავის ფერმენტატორი. მათ აქვთ უნიკალური პროცესი, ცეკოტროფია. ისინი გამოყოფენ სპეციალურ რბილ განავალს, ცეკოტროფებს, რომელსაც ხელმეორედ ჭამენ, რათა მაქსიმალურად აითვისონ ცილები და ბეჯგუფის ვიტამინები. ბოწვრის იმუნური სისტემა სპეციფიკურია და მოითხოვს მუდმივ მხარდაჭერას. მათი მთავარი დაცვა ჯანსაღი მიკროფლორაა. ნაწლაური ბალანსის მცირე დარღვევაც კი, მაგალითად, არასწორი კვება ან ანტიბიოტიკების არასწორად გამოყენება თიშავს იმუნიტეტს. ბოწვერი ბოლო წუთამდე არ აჩვენებს, რომ ავად არის, რათა მტაცებლის ყურადღება არ მიიქციოს. ეს ინსტინქტი ევოლუციურად უდევს ბუნებაში. ამიტომ, როცა სიმპტომი, მოწყენილობა, საკვებზე უარი, შებერილობა უკვე თვალსაჩინოა, პროცესი ხშირად შორსაა წასული. ამ დროს მკურნალობა უკვე დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ხშირ შემთხვევაში ვეღარც შველით. ამიტომ პრევენცია სჯობს ყოველთვის მკურნალობას. პრევენციაში გულისხმობ თანმიმდევრულ მიდგომას. პირველ რიგში სისუფთავეს, სწორ ბალანსირებული კვებას, სუფთა წყალს, კარგ ვენტილაციას და მოზარდების პერიოდულ დამუშავებას პრეპარატებით. აუცილებელია ბოწვრის სადგომი და ინვენტარი ხშირად გამოვანთავისუფლოთ ფეკალიებისგან, სხვადასხვა ნარჩენებისგან, გავაკეთოთ პერიოდული დეზინფექცია ცეცხლით და სპეციალური ხსნარით. დეზინფექციის სიხშირე განსაკუთრებით ზაფხულშია სავალდებულო, რათა ბაქტერიების გავრცელება სიცხეში უფრო ინტენსიურია. თუ ბოწვრები გყავს დახურულ შენობაში, საჭიროა გქონდეთ კარგი ვენტილაცია, მაგრამ არა ორპირი ქარი. გარე შენახვის პირობებში კი სადგომი ჭრდილში დადგით. დაიმახსოვრეთ, სუფთა სადგომი ერთ-ერთი მთავარი პირობაა ბოწვრის ჯანმრთელობისთვის, რადგან სიბინძურეში მრავლდება ბაქტერიები და გამოიყოფა ამიაკი. ამიაკი პირდაპირ ურტყავს იმუნიტეტს. ახლა გადავიდეთ მეორე ძირითად პუნქტზე, საკვებზე, კვების რეჟიმზე და რაციონზე. ცოტა ხნის უკან ვახსენე, რომ საკვებმონელების სისტემა ბოწვრის აკილევსის ქუსლია, ეს მართლაც ასეა, რადგან ასეთი მგრძნობიარე სისტემა არც ერთ სხვა ცხოველზე არ მეგულება. ამიტომ აუცილებელია ვაკონტროლოთ საკვების ხარისხი, დავათვალიეროთ ვიზუალურად, რათა ობი და სიდამპლე არ გქონდეს მარცვალი იქნება ეს, თივა თუ გრანული ვახი. წვნიანი საკვების მიცემისას კი ზომიერება და სიფრთხილე გმართებს, განსაკუთრებით მოზარდებში, სასურველია მცირე ულუფებად მივცეთ და არ გამოვიყენოთ ძირითად საკვებად. თუმცა არსებობს ბოწვრის შენახვა გამოზრდის რამოდენიმე მეთოდი, როგორცაა გალიებში გამოზრდა, ვოლიერული და ზოგს დიდ შემოღობილ სივრცეებში ყავთ გაშვებული. ამ მეთოდებიდან გამომდინარე, განსხვავდება კვების რეჟიმი და საკვები რაციონიც. გალიებში გამოზრდისას თუ გვინდა სწრაფი ზრდა მივიღოთ, გვჭირდება კომბინირებული გრანულირებული საკვები. მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელია პერიოდული პრევენციები, ვინაიდან გალიაში მჯდომი ბოწვერი ნაკლებს მოძრაობს, მონელების პრობლემებიც უფრო ხშირია. კარგია დამხმარეთ, თუ გამოვიყენებთ ბიოლოგიურ პრეპარატებს, როგორიცაა ოლიგოფოსი, დასტონიკი, ჰიპროსანი და პრობიოტიკებს, როგორიცაა პრესანი და სხვა. ასევე აუცილებელია კოქციდიოზის პროფილაქტიკა, განსაკუთრებით ახალასხლეტილი მოზარდებისთვის და შემდგომშიც პერიოდულად. ძალიან კარგია სუფთა თივას თუ მივცემდით ხშირად, რადგან თივა ბოჭკოა, ბოჭკო კი ნაწლავების ძრავია, თუ ძრავი მუშაობს, იმუნიტეტიც ფხიზლადაა. წყლის ნაკლებობა იწვევს სისხლის გასქელებას და ტოქსინების დაგროვებას. ამიტომ წყალი ყოველთვის უნდა გქონდეს ბოწვერს და ხშირად გამოუცვალოთ. ბოწვერი თავისი ბუნებით არის მშვიდობის მოყვარე, მისი ჯანმრთელობა მთლიანად დამოკიდებულია გარემოს სტაბილურობასა და კვების რეჟიმზე. ის არ არის მხოლოდ ცხოველი, ის არის ზუსტი ბიოლოგიური ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად სწორად იმართება მეურნეობა.
ახლა გადავიდეთ ვოლიერში გამოზრდის მეთოდზე. აქ შედარებით მარტივი სქემაა, რადგან სათითაოდ არ გვიწევს ყველა გალიასთან მისვლა, თუმცა წესების დაცვა პრევენციები აქაც საჭიროა. ვოლიერში უფრო ძლიერი იმუნიტეტი უყალიბდებათ ბოწვრებს, რადგან მეტ მოძრაობაში არიან და კუჩნაწლავს ეს კი ძალიან უხდება. გრანულირებული საკვების გარდა აქ უკვე თამამად შეგვიძლია მივცეთ მარცვლეული, ბოსტნეული და მრავალფეროვანი უხეში საკვები, თუმცა სისუფთავე, პრევენცია და პრეპარატები აქაც აუცილებელია. მართალია, ასეთი ტიპის შენახვისას მოვლა შედარებით ადვილია, თუმცა აქვს რამოდენიმე მინუსი და ესეც გასათვალისწინებელია. ეს მინუსებია: ნაკლები კონტროლი, შეწყვილების დაგეგმვა, იმბრიდინგის ალბათობა, წონამატი შედარებით ხანგრძლივდება. თუმცა ცოტა ძალისხმევით სექციური ვოლიერების მოწყობა შეიძლება, სადაც გადანაწილება მოხდება სქესის და ასაკის მიხედვით, ასე უკვე შეგვიძლია მეტი კონტროლი. ეს საოცარი სანახავია. ბუნებრივთან მიახლოვებული პირობები. თავისუფლად მოკონტროლშე ბოწვრები. სილამაზე, სიმშვიდე და მინიმალური დანახარჯები. მაგრამ ეს არაა მეურნების შექმნაზე ორიენტირება. მაგრამ ასეთი შენახვა, მომრავლების მეთოდი მეურნეობის შინაარსიდან უკვე შორსაა, რადგან აქ სრული კაოსი და უკონტროლობაა. ასეთ სიტუაციაში ვერ ვახდენთ რაოდენობის კონტროლს, დაავადებების დროულ აღმოჩენას, სწორ მკურნალობას, ხდება უკონტროლო შეწყვილება, უარესდება ჯიშობრივი მახასიათებლები. აქ არსებობს საფრთხეები, როგორც ეპიდემიის, ასევე მტაცებლებისგან. ახლა თქვენი გადასაწყვეტია, რომელი ტიპის გამოზრდის მეთოდია თქვენთვის მისაღები. წარმატებებს გისურვებთ ყველას.